ხდება მილიგრამი. ეს ჩვენ ვისაუბრებთ მაგარ თამაშზე Arma Refugery. და ერთ-ერთი სერვერი, რომელიც ძალიან რომელსაც ძალიან შევაჩულა, ეს გახლავთ Refugery Z Ever. მართალია ჩერნარუსი უფრო მევასება, მაგრამ ბევრი ხალხია და მიჭირს. დავიწყოთ, შევიდეთ. მოკლედ ეს გახლავთ Refugery Z. დღეს დავიწყებ ნულიდან, რადგან გუშინ უკვე კაილოზე ვიყავი, მაგრამ დამბრიდეს, იმიტომ რომ სოლოზე ვთამაშობ. ეს სტრიმი ემსახურება ჩემი ბრატების მოზიდვას ამ თამაშში. ცოტა ნაუშნიკი მიტრაკებს. გასწორდა. მოკლედ რა ხდება ახლა? ჩვენ ვართ სადღაც ევერონის კუნძულზე. საკმაოდ ისეთი კარგი გრაფიკა აქვს თამაშს. და გითხრათ, შეგიძლიათ ეს ჩაიკუროთ, ადგეთ, დაზუმოთ, ჩვენათი ამოზვით. სახელოს ზღვის ტალღებს ძალიან გადასაღები, ასე ვთქვათ, ატმოსფეროა. და იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე ატმოსფეროა და ზოგადად სასიამოვნო თამაშია, რავი, მიყვარს ეს თამაში და ხშირად ვთამაშობ. ახოთ ახლა ლოკაცია სადღაც ყოფილით და ამის შემდეგ უკვე დავუყვეთ ნოვა ჩვენს გზას. მოკლედ ჩვენ აღმოჩნდა, რომ ვიმყოფებით ასე იგი სამხრეთ აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ჩვენი მაპის. მოკლედ აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორი ადგილებია. ადგილებია საკმაოდ დიდია, საკმაოდ კი არა, ძალიან დიდია. ფეხით ძალიან რთული და დამღლელი პროცედურაა, სიარული. ამიტომ ერთსაც გეტყვით, თავიდან ფრეშიც არ იქნებით ფეხით. გააქვთ ერთი ასე ვთქვით პრიმიტიული ტრანსპორტი, რომელიც არც სწრაფია და არც ძალიან ნელია. ახლა რა თქმა უნდა, ეს ლოკაცია თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაესკეიპოთ და 5 წამი დავუდგეთ რესპაუნს გააკეთოთ. მაგრამ დღეს მე ამას არ ვიზავ. დღეს მე აქედან გავუყვები პირდაპირ და რა თქმა უნდა, პრიმიტიულ ტრანსპორტსაც უნდა შევახოთ. ეს loot table და crafting და რაღაცები, რა თქმა უნდა, სტანდარტულია, დიდი განსხვავება არ არის და აი ტრანსპორტსაც შეხება, აი აქ გაქვთ რაღაც უფრო მიზანმიმდევარი ბაიკი. ამას როცა მაუსს მიიტანთ, ნახეთ აი დაბლა მარცხენა კუთხეში გვიწევთ equip. ეს დააჭერთ, უკვე ხელში ვიჭირავ, escape-ით ლუტის მენიუდან გამოდიხართ. შემდეგ R ერთხელ დააჭერთ და სადაც თეთრად აჩვენებს, იქ შეგიძლიათ დაასპაუნოთ წითელზე, რა თქმა უნდა. ესე შეგიძლიათ მიატრიალ, მოატრიალოთ და ასე შემდეგ. აი მოდი ჩვენ დღეს შეგვიძლია F ჟილაკით დავждეთ დრაივერის უბრალოდ ქოლის სკამზე. ეს მაიკი შეგვიძლია დავშალოთ, ასევე შეგვიძლია მივაწვეთ თუ გაგვეჭედა და ასე შემდეგ. ოკი, მოდი მოვთავსდეთ ესე. მაიკი დაგორდა, ნეიტრალშია. ამას დავამოხრუჭებთ space-ით და უნდა გადავთოთ სიჩქარეში E ჟილაკით. ორჯერ დაჭერით, შემდეგ W-ით უკვე. ეხლა ფანარიც გვაქვს. ეს ჩვენი მარშრუტი იქნება აი ამ გზიდან, ესე სან-პიერში შესვლა. სან-პიერიდან გავუყვებით უკვე ჩრდილო-დასავლეთისკენ და გავიწევით მილიტარი საიტისკენ, სადაც დაგვხვდება კარგი ლუტი და ბევრი პროჭი კემპერი,
რომელიც თუ გაგვიმარცხდა და არ შეხვდა ჩაკემპერებული, გამოვახცევთ კარგი ლუდით, თუ არა და ვნახოთ. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია. Fresh clear. Shift-ზე დაჭერით უჩქარაიულით, shift-ით. საფრთხეებია. აი ამ ადგილების გალუთვას აღარ დავიწყებ, ხან ყველა ზოგადად inland ტვარ შეხვდა coastline-ზე უთავებ, coastline-ზე ყოველთვის ნაკლებია და ესე კარგია დროის ხარჯული თანხმწინი პროცედურა. ახლა ჩვენი ქსამპირში ჩასვლამდე უნდა ასწავლოთ წეს შეხვდება. ის გავივიდით და თან უნდა რომ ეს ატმოსფეროც გაჩვენოთ როგორი ატმოსფეროა. გაგვიმართლა ის ტრენიზეროს შემოვლები არ დაღამებულა ჯერ და ჯერ კიდევ მზეა. სულ ისინი კარგი ამინდია თან მისლია ასწავლული ახლა ესე ვთქვათ დინამიური ამინდია ხოლმე და ზოგადად თამაში დინამიური ჩართული და დინამიური ამინდია ნიშნავს რომ შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დროს შეიცვალოს მაროსებისკენ ის შეიძლება ცივი ჭექი წვიმა სასწრაფო და ყვარცხლები და ასე შემდეგ. ამ შუალეა და გრაფიკას ისე ვთქვათ ჩანს შემოგვით შუქს ჩრდილებსაც დამოკიდებით ბატონები შუქს ჩრდილებსაც კარგად გამოკეთილია ზარი შემოვიდა და წავიქეცით. That's another kick that's possibly a little specific and what's cetera. And driver is 6 about. So HP Dagwa Kaldana, the Diafels, South Africa, against Chamberlain, she was happy about the skin. I get very about almost a Sahamocha. I get some theory, Kawaki, coastline Kawaki, Roman Southia. That's what I'm doing. Very post-apocalyptic garden. Let's get out of the apocalypse. I'm trying to shoot it. I wasn't like a little surface on my face when the wind then და ყველაფერზე არიან წამსვლელი. ამ როგორც ვინახავენ, friendly ხარჯი არის. ალუმინი შანსია. ტრენდერასმი. ეხლა მე გამგონებული ესეთ უბრალოდ civilian სახლებში შედარებით მოკლედია, ეხლა მოძებნა პოლიციის შენობას. პოლიციის შენობაზე კომუნიკაცია
ჩემი სტრატეგია არის რომ ეს ცოტა შემოწმებია ეს თქმა უნდა. ეს შარვალი მოდი გამოვიცვალოთ რატომაც არა ეს რაღაც აიტემები რაც გაქვთ ამა თუ თანხმობრივ შეუძლია გადაიტანეთ და ისე შეცვალოთ ვუტავთ ეს თეთრი გასაღები ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ეს თან ვუტავთ რომ მაქსიმალურად ყურადღებას უსწრებს უსაშუალება გვაქვს შავი კუჯის ვიყოთ უძურან გავხდეთ ეს სამენი ავიღოთ და ესე თქმა უნდა არ არის საუკეთესო ადგილი, რაც პისტოლეტის აი ჩაქცეთი, სამშობლოს შესწავლა. ეს უფრო წინსვლა. ვაჩიკოთ, პისტოლეტი შევამოწმოთ, როგორი პისტოლეტი გვაქვს. ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საფარო ინტერესებს. აი საათის ვიპოვეთ, შეგვიძლია ნახოთ, ამიტომ საღამოვდება. ავარავდით. ავარავდით კიდევ საღამოვდება. კიდევ საათი, საათში მარკეტში და ახალ currency, ასე ვთქვათ, ვალუტა არის კეპსი. ოქროს მოსახულები და კიდევ აიტემს დავსახურებ მარკეტში გადაგებულს შევხედით. ეგეთი აიტემი შეგვიძლია შეიზინოთ და გაყიდოთ. ერთი აიტემი მხოლოდ და მხოლოდ ლექ მარკეტში ან სპეციალიზებული მარკეტში. მეორე პისტოლეტს არ ავიღებ, მხოლოდ ჭიდებს ავიღებ. ეს გადაგებას ნახოთ. ვესტი
არის სპეციალური დინამიურია თამაში ტრანსფერზე ნამერაციოთ და ქალაქის შიგა ტერიტორიაზე მაქსიმალურად ვეცადოთ ამონილოთ და This is an emergency broadcast. A viral outbreak is confirmed on the island. Shelter immediately. Lock doors and windows. Avoid contact with infected individuals. Monitor official news or updates. Have essential supplies. Report any suspicious activity. Martial law is ბაზი გაუკეთებია ახლა ეს ბაზა როცა დროშას დაინახეთ ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქში იმაზე კოსტლაინზე ზოგადად აგები არ არის დაშვებული მაგრამ ჩანს თანამედროვე სახით გავყვეთ არ ჩერდებით ამ ლოკაციაზე, არც ამ ლოკაციაზე, ვთქვით რომ მილიტარი საიტთან გავიდეთ, მილიტარი საიტამდე არის ესეთი პატარა ლოკაცია, რომელსაც მაპზე ცუდად ჩანს, არ ჩანს. დავიპოვოთ და თქო აქ კიდე არის ერთი რისკი, ეს არის ყველაზე პოპულარული მარშრუტი ხრეშისთვის. ხრეში ამ შემთხვევაში მე ვარ ახალ დაბადებულზე დასწავლებული მოთამაშე. ვიდრე აი ამ მარშრუტს გაიგიან ხოლმე. ამ მარშრუტზე ხშირად შეხვდებათ ამუშერები, ადამიანები, რომელიც ზიანს არაქვს ბუჩქებში და ცდილობენ თქვენი მოპოვებული რიკი მოიპოვონ ძალადობრივად.
ესე ვიტყოდი. შემიძლია ვიტყოდი, მაქსიმალურად ვтиროთ და მაქსიმალურად ვკახოთ. რაღაც ხითებს გასავიწყდი და ამდობა კიდეც ალბათ დადგებით ეს თავი მონასტერი ძალიან დიდი სოფლიო. ამაზე იმაზე მაქსიმალურად კუთხეში და ბუჩქებთან. შემთხვევაში ისე რომ პირველი ასოთია ისგან პირველი მასალაციოთ და შეგიძლია ხმის მიხედვით პროდუქციის ეს ასოა და შესაბამისად ამოვიდეთ ზიგზაგები აიდება პოზიციის აგება ესე ვთქვა თავში საშუალება რამდება რომლებიც ჩამოწვა შეიხსენებთ ჩემი სეტინგები მაქსიმუმზე 10 კას დაახლოებით მედინია მედინის კვალიტეტზე სტანდარტული ზოგადად გვაქვს ეს ტექნიკалық ოფიციალური გასუნოთ მაგრამ Когда посуда графница, да, HDR экране, спокойно начала работать, это HDR, и давно сейчас чуть да. Сикашка своей экране. Hamas შეგნებულად არ ვამთებ, იმიტომ რომ სიგნალი ჩვენი მეგობარია ყოველთვის გადაცვლილად. სტრიმის ჩაწერა სიგნალში ამკერებთან შეფერილი იყო. ესეც უნდა იცოდეთ. როგორ გადამეიღოთ. ვაიპები კი არის ყოველ 6 კვირაში, ზოგან ყოველ 8 კვირაში და კონკრეტულ სერვერზე არის ყოველ 6 კვირაში ვაიპი. ანუ თვლიანი გასუფთავება. მახეზე გავს, მაგრამ მოდი გავედოთ. ამ შესაძლებელია რომ არის ასეთი რაღაც იშკო ეს ჩვენი ძალიან კარგია რომ ეს შეშუდი წამოვიდეთ ვახ რა შეიძლება ეს მაგაზინი აქვს შეხედო გახლავთ
ვიდეო 62-11 პოლიგონის ასოციაციის აპდეით მთავარი ადგილები არის ეს თქმა უნდა იყოს თამასთან ძალიან დიდი ინფორმაცია მაგალითად ჩატენდელებულია მაინც ამწყდება გულისხმობ ასეთ ისე მაინც military sites შესვლისას nitrogen's შეგვიძლია ვიყოლოთ აი აქ იყო პატარა მილიტარი საიტები საკმაოდ დიდი ალბათობა არის ის ლუტიაც რომელიც საუბრობთ პოვა
არის შემთხვევები, რომ აქ შესაძლოა ორკების გასწრები, რომელიც განსაცდელია. Military site ახლოს ვართ. Military site-ი საკმაოდ ფუგლი მოსადგომი ადგილია. მე ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ დასავლეთის მხრიდან მიმოწვდომას, როგორც მახსოვს აქ შემოღლებული ჰაიგრაუნდია. გადაათვალიერებთ ტერიტორია. და AES სტანდარტული მიტოვება შევიდეთ. უმჯობესია რომ AES-იდან ცოტა შემოღლებული ადგილიდან გადავიციოთ
ხშირად არის შემთხვევა, რომ აი ამ ყაზარმის ბანაკებში ის სპეციალისტები ყაზარმები არიან ჩატარებული ზიანზე, ელოდებიან კვერპებს. და შემდეგი სიტუაცია მაგალითად იყო, ერთი ვიქარიან ესეთი ყაზარმის ბანაკებშია. სადაც ოთახში ზის, ალბათ რამდენიმე საათი იზრდება, რაც ელოდებოდა შეფარის. ოთახი όμως იზრდა, შევაღება ეგრევე ხალხში. ლოქის ადგილები წარმოიქმნა საერთოდ თამის პლუსი, თამის მინუსი აქვს. როცა FPS-ი თაბლა ჩამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დატვირთულ ადგილას ვიმყოფებით, დატვირთული სიმულაციებით. დიდი შანსია, რომ აქ სხვა მოთამაშეები უკვე იყვნენ. ნუანსებს რომ მიაქციო ყველა მაგალითად დაგებული კარი. სერვერის რესტარტის შემდეგ ყველა კარი ყველა შენობაში არის ღია. თუ რომელიმე კარი დაგებული გახლდათ, დიდი შანსია რომ აქ რაღაც აიხლა სკილი იყოს და ელოდებოდეს აი ამ sound triggers. როდესაც კარი აიღება, ისინი უზადებიან თქვენთან შესახვედრად და თქვენს გაზამალია. ხშირად ნაკლებად ინტელექტუალი ეგეთი კემპერები და ლერქერები აი ესეთ შემოღლიბულ კოშკურებში მაღლებიან. არც შესაძლებელი რომ იყოს. ეხლა აქ ორი ვარიანტია. ან შეიძლება მოსულოთ და დავიწყოთ უდაობა, უნდა დაგვიმართოს და აი ამ შენობაში ძალიან ნაკლები შანსია რომ დაგდეს იქოთ ის რაც გვინდა და გამოვიდეთ უნებლად. აი ამ შენობაშიც შეგვიძლია შესვლა. ეს დიდი რისკი შენობა, აქაც კემპერები იმალებიან, აი ესეთ ფანჯრიან აღარ შენობებში ანტოლოგი შუათად იმალებიან და ძალიან ხშირად იმალებიან აი ძელ ყაზარმებში. რომელიც არის მოჩანს და სამი ყაზარმი. ისე და რამის ბნელი დრო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ ეს პროცესი ბოლო მაიკიდან გასულია. დიდი შანსია რომ მარტოს არ იყოს. შანსია რომ
პერიოდულად ჩერდებით და უსვენთ. Კვალი რაიმე marketზე ხეთამ დასახელება. დივერტი ფლაგშიპი ავიღოთ ჩვენთვის, აი კონსერვის ტუნა. თეთრი გასაღები უნდა დაიჭიროთ ხელში. ეს არის ხელში დასაჭერი სლოტები. უთიანს თუ დააჭერთ, უკვე ხელში გიჭირებთ. და ესეც ძალიან ცუდი რომ დაპარცული დაიჭირა. ესეც რა თქმა უნდა იმას მიანიჭებს, რომ Directement. იმიტომ ხდება ასეთ სითხილით, რომ თამაშობს სოლო. ეს თამაში სოლო. აი ხა ეს დავაგებო.
ეს გავაგორეთ, მაგრამ ლენდიტი შანსია, რომ ეს მოთამაშე ეს მარტო არ იყო. ყველაზე დიდი სისულელე იქნება თუ იგივე მარშრუტს გავყვებით, მაგრამ დაიდგინა. jackpot. Jackpot მოვიგეთ. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი. უნდა ამის ხიბის მოწყობილობა. ვიდეო YouTube-ზე აიკეთება highlights-ზე, შეჯერებით ჰქონდა. მე ხა იქ მოტაობა არ დავიწყე, იმიტომ რომ ეს ადამიანი აგვიმართლა სოლოზე იყო ჩამოსული, მაგრამ ესეთი გამართლება ძალიან იშვიათია და